28 თებერვალს თბილისში სასტუმრო იოტაში საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის საანგარიშო ყრილობა გაიმართა. ღონისძიებაზე განიხილეს 2025 წელს დაგეგმილი საკრივო აქტივობებისა და ტურნირების კალენდარი, ასევე პროფესიონალური კრივის კავშირის განვითარების გეგმები. ღონისძიებას საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ხელმძღვანელები, სხვადასხვა რეგიონის კრივის კლუბების წარმომადგენლები, მწვრთნელები, ვეტერანი მოკრივეები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირმა განვიხილოთ 2025 წლის გეგმა. გეგმის გახილვას დავიწყებთ ყველა გარეგანიზებით გიორგი კობახიძეს სუციერი დუმერით ხო ყველა მივაგოთ. საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტის გიორგი კანდელაკის თქმით 2025 წელს დაგეგმილია მინიმუმ 10 დიდი საკრივო შოუ, სადაც საუკეთესო ქართველი მოკრივეები იბრძოლებენ. იგეგმება უცხოელ მებრძოლთა მოწვევაც და ბრძოლები მსოფლიოს საჩემპიონო ქამრისთვის. გეგმა ასეთია, პირველი შეჯიბრი იქნება ზაბელის თბილისში. როგორც მაის იგივე თბილისში ირაკლი მელიქიშვილი ბრძოლის ხამაზე 30 ივნისს იგივე თბილისში, 19 ივნისს იგივე თბილისში, 23 აგვისტოს გვაქვს ძალიან დიდი შოუ ბათუმში დაგეგმილი. შოუზე რამდენიმე ადამიანი ჩამოყვანილი უცხოეთიდან, ასე 27 სექტემბერს გურში იქნება, 25 ოქტომბერს კახეთში გერმავთ. 28 ნოემბერს კიდევ ერთი კამარს გავათამაშებთ. მეათე შეჯიბრებს უკვე 20 დეკემბერს იგივე თბილისში იქნება. აი ესეთი ამბიციური ასე თქვა გეგმა გვაქვს შეჯიბრი წელს გავაკეთოთ დიდი შეჯიბრი და ვფიქრობ რომ მომავალშიც უკვე 20 შეჯიბრი გადავიდეთ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს საჩემპიონო ქამრების გათამაშებაზე, რომელიც 12 ზონით კატეგორიაში გათამაშდება. ვინა რომ 12 ზონაში გქონდეს საქართველოს კამარი. აუცილებლად წელს ორი სოფლის კამარს საქართველოში გავათამაშებთ. მოდაში ჩატარდა კონგრესი, ეს იყო საიმპერიო კონგრესი 75-ე. მაშინ გადასცა რომ საქართველოს 2024 წელს იქნებოდა მასპინძელი ქვეყანა იუს ევროპის კრივის კავშირის ყოველდღიური ასამბლეის. ჩამოვიდა 40-მდე ევროპის ქვეყნის პროფესიონალური კრივის ფედერაციების ხელმძღვანელები, პიტერ სტუკი, ევროპის კრივის კავშირის პრეზიდენტი, მოგესალმება დღეს. Dear friends in Georgia. ძვირფასო ქართველო მეგობრებო, ძვირფასო გიორგი, უღრმესი მადლობა იბიუს გენერალური ასამბლეის განსაკუთრებული დახოდრისთვის. გასულ წელს საქართველოს დედაქალაქში, თბილისში. ეს იყო იბიუს საუკეთესო ღონისძიება, რაც კი ოდესმე შემდგარა. ჩვენ დავთქვით თქვენი ექსტრაორდინალური მასპინძლობით თქვენს ულამაზეს ქვეყანაში, თქვენი კერძებით, თქვენი ღვინით, თქვენი თამადით და თქვენი გუნდის ასეთი მეგობრული განწყობით, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ნახვამდის. The Tamada and all your friendship. Thank you very much. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროფესიონალური კრივის კავშირის საომავლო განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროფესიონალური კრივის კლუბების გაძლიერებას, მწვრთნელთა და მოკრივეთა ჩართულობას საომავლო პროექტებში, ასევე ქალთა კრივის განვითარებას. მე მინდა შევეხმაროთ მეტად მნიშვნელოვანს არის ქალთა კრივის პოპულარიზაციას, ხოლმე იქნება ტრენერებთან, რომ მოვიძიოთ გოგონები დავაინტერესოთ. მივესალმებ პროფესიონალურ კავშირში პრეზიდენტს, ჩემს ჩემპიონს, დამოუკიდებლად საქართველოს ჩემპიონს. კაპიტალებში შეჯიბრებები ძალიან ჩვენი ჭერს აღება თვითონაც ეს პროფესიონალური სამოყვარულო შემოწყობს და ერთმანეთს ხსით იქნება ძალიან დიდი შედეგი და წყვილებს აღის ზადებით რომ მაქსიმალურად ყურადღება მიაქციოთ ტექნიკას და ტაქტიკას რომ აი ამდენი პიროვნება დღეს აღზარდება და ამ საქმეს ემსახურებით შაბადებას ისურვებ და ჩვენს ვეტერანების გვერდზე დაგიჯერით. საქართველოს პროფესიონალური კავშირი ფიქრია და ფაქტურად გადასულია უკვე განვითარების ახალ ეტაპზე, უფრო დიდი მიზნებია, უფრო დიდი გამოწვევებია წინ და ეს უნდა განვითარდეს პროცესი და სულდა წინ ვიაროთ. ამ ყველაფერს აუცილებლად სჭირდება თქვენი მხარდაჭერა. გიორგის დოქტორ ძალიან რასაც მინდა ხაზი კიდე გავსვა, რომ ეს ყველაფერი თავდაპირველად ხარჯებთან დაკავშირებული. დიდი ბიზნესმენი, დიდი მოკრივე და დიდი ინიციატორი. ესეთი შოუები იგეგმება, როცა ესეთი დიდი პროექტები ყველაფერი აუცილებლად მაინც მოკრივეს მიწადებულისა. ამიტომ რომ საყურებლასაც ჩვენსაც გამიგებოდა აბონენტების ყრილობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც განხილულ იქნა პროფესიონალური კრივის განვითარების მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები.